14 ივლისს ვაკე პლაზაში ნინო იოსავასა და ია ფარნავაძის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია აბსტრაქციები, ფერწერული ტილოები და სივსე მნახველს 21 ივლისამდე უმასპინძლებს. დღეს 14 ივლისს ჩვენი გამოფენის გახსნა, პრეზენტაცია, ნამუშევრების ჩემი და ია ფარნავაზის. წარმოდგენილი გვაქვს აბსტრაქციები, ფერწერული ტილოებია. ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა, დიდი ხანია ერთად ვემზადებით ამ გამოფენისთვის. მნიშვნელოვანია ძალიან იასთვის, იმიტომ რომ იტალიიდან ჩამოვიდა, მისთვის საქართველოში პირველი გამოფენა საკუთარ სამშობლოში. ისე მილანშიც ჰქონდა ორჯერ გამოფენა, შვეიცარიაში ჰქონდა, მიწვევები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში. ჯერჯერობით უმასპინძლა საქართველომ და ჩვენი გამოფენა არის ვაკე პლაზაში, ამ მშვენიერ ლამაზ გარემოში. ჩემი მოგონებებია, ჩემი ემოციებია. ბევრი წელია არ ყოფილვარ საქართველოში და ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. აქამდე მქონდა გამოფენები შვეიცარიასა და მილანში. ნინოსთან ერთად, კოლექტიურად იტალიელებთან ერთად, ძალიან ბევრი გამოფენები მქონდა. მაგრამ პირველია ჩემთვის საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ემოციურია, როგორ თქვა, ძალიან ბედნიერი ვარ. პროექტში ვიტყოდი, რომ არ აღფრთოვანებული, მართლა ულამაზესი ნამუშევრები არის აქ. ულამაზეს ნამუშევრებს გავეცანი, ძალიან დიდი შთაბეჭობა მოახდინა ჩემზე და აი არ ვიცი, ჩემი აზრით თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს და ნახოს ეს ნამუშევრები, რომ გაიგოს რეალურად ხელოვნების სილამაზე და გაიგონ თუ რამხელა რაღაც შეიძლება იყოს ერთი ნახატის უკანაც კი. 14 ივლისს ვაკე პლაზაში ნინო იოსავასა და ია ფარნავაძის ერთობლივი გამოფენა